ავტონომია უნივერსიტეტს დაიცავი განათლება თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები ორი დღეა პროტესტის ეპიცენტრია. პროფესორები და სტუდენტები ოცნების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება გაუაზრებელი და მავნე ნაბიჯი იქნება. მათმა ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას საგანგებო განცხადებით მიმართა. საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ქართული ოცნების მიერ დემოკრატიულ უკუსლოსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ამბობს ევროკომისიის პრეს-სპიკერი ანიტა ჰიბერი. არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან, როდესაც ყველა უცხოური გრანტი ცენტრალური მთავრობის მეშვეობით უნდა გაცემულიყო, წერს ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ოცნების კანონპროექტების შესახებ. ფულბრაიტის ან ერასმუსის მსგავსი სტანდარტების მიღება სისხლის სამართლის დანაშაული იყო, ეს მაშინ ტირანია იყო და ახლაც ტირანიაა, აცხადებს კელი. ოცნების პროპაგანდისტული მედია საშუალებები სავარაუდოდ ციტირებენ არქეოლოგ ტროლს, რომელმაც სამი გვარი გამოიცვალა. მითების დეტექტორის გამოძიებით ირკვევა, რომ მათ მიერ ადრე გამოვლენილი ანგარიშის პოსტებს სამთავრობო მედია ბოლო დროს ორი სხვადასხვა სახელით კოორდინირებულად აქვეყნებს. ციტატები თანხვედრაშია ოცნების რიტორიკასთან და ძირითადად დამოუკიდებელი მედიის ოპოზიციისა და აქტივისტების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.